ჩვენ უკვე ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ვიღაცამ შეიძლება ეგეთი რაღაცები გაბედოს. არც იფიქროს, რომ მაგ ხარისხის მკრეხელობა და ქრისტიანობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა პრობლემაა და არც იფიქროს, რომ ეგ სახიფათოა საერთოდ. საქართველო, სადაც ასეთ რაღაცას ვიღაცა ავადმყოფი ბედავს, სადაც აღარ ფიქრობს, რომ რაიმე საფრთხე არსებობს, ეგ საქართველო აი ამ თვალსა და ხელში ამ 12 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ასეთი არ იყო ეს ქვეყანა. მანამდე ვერავინ ვერ გაბედავდა, იმიტომ რომ ეცოდინებოდა, რომ ხელისუფლება კი არა, ჩვეულებრივი ხალხი მოთხოვდა პასუხს. და ის რომ ჩვეულებრივი ხალხის დაშინება და მორალური გატეხვა იყო პირდაპირი იდეოლოგიური და სადამსჯელო პოლიტიკა, მაგის შედეგია ახლა ჩვენ ამის ატანა რო გვიწევს. ოღონ თან ვიღაცებს წვანე აქვს თანთებული, რომ რომელიღაც ამად დეპუტატს შეურაცხყოფას რომ მიაყენებს, სადარბაზოსთან დახვდი დაუნგრიე თავპირი დეპუტატის შეურაცხყოფა როგორ შეიძლება განსაკუთრებით ხა აღმაშფოთებელ ცინიზმად მეჩვენება ხოლმე ოცნების ამორჩევლები გამოვარდებიან და გეგონება თვითონ არაფერ შუაში არ არიან. თქვენ სჯიდით ხალხო იმ ხალხს, ვინც ასეთ ავადმყოფურ მკრეხელობებზე წლების განმავლობაში ცდილობდა რეაგირება თვითონ მოეხდინა და რისკზე მიდიოდა. თქვენი დასჯილია, თქვენი დაშინებულია ეს საზოგადოება. და ეხლა ეს შედეგები, რასაც უყურებთ, ეს შედეგები არის თქვენი პოლიტიკის, თქვენი ბრალია. ვინც ხმას აძლევდით ამად და უპრავებდით